ეს ვიდეო მიმართვა ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძის ეკუთვნის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის. სალამი ქალბატონო ეკა, მოგესალმებით, მშვიდობა თქვენ და ჩვენო საუცხოო ქალბატონო. ეს მომართვა შენდობას ვითხოვ, ჩემთვის ძალიან პრობლემური იყო, იმიტომ რომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება ბოლომდე. უცებ მოგიყვებით რომ თავი არ შეგაწყინოთ. ქალბატონო ეკატერინე 2 წელიწად ნახევარია, ცოტა მეტი, რაც ერთმა ცნობილმა ნაცბანდამ თავისი 3 გამოგზავნილი ოფიციალური თაღლითის მიერ კლუბს, რომელიც მე და თქვენთვის საყვარელ პიროვნებებსაც რიყეზე ქონდა აშენებული. ჩვენი ბოლო კაპიკები და მასში 2 ოჯახის ბოლო ფული იდო. ნაცარტუტად გვიქცია, გაგვიჩერა იქაურობა ამ დროს მე სეფსისით ვიყავი ავად. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ის დრო იხელთეს და იქაურობა მოსრეს. ამჟამად ქალბატონო ეკატერინე ჩემი კლუბი არის დაკეტილი. მას შემოვლებული აქვს მერიის მიერ ყვითელი ლენტი და შიგნით ჩემს ტერიტორიაზე შესვლასაც ვერ ვახერხებ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქონება არის მომსპარი და ძირფესვიანად განადგურებული. ქალბატონო ეკატერინე, მე 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრს მივმართ. საოცარი ის არის, რომ 2012 წლიდან ოცნების გვერდით ვარ ყველანაირად ამას ხას უსმევ, არა მარტო აზრობრივად, არამედ ფიზიკური ქმედებები და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბიძინას გუნდმა სუფთა და მამულის შვილგზაზე იაროს. რამდენად შევძელია ეს ღმერთია, მოწმედა ეს ხომ განსაჩუს. როდესაც ეს მოხდა, როგორც გითხარით, მას მე ვერაფერი შევძელი. ქალბატონო ეკატერინე, მე არ მოგმართავდით, რომ ეს იყოს მარტო ერთი ადამიანის პრობლემა. არც ერთი, არც ორი. საქმე იმაშია, რომ ჩვენს უკან დგას 184 ბრწყინვალების ბავშვები, მე მათ ესე ვეძახი, ისინი არიან აუტისტები და დაუნები. 184. მე ავთვლი მათ ავადმყოფება და მას ვისაც გუნდა დაუმტკიცებ, მათ განსხვავებულ ბავშვებს ვეძახით. ჩვენ საოცარ ამას მივახციეთ ფრანგ პედაგოგებთან და ექიმებთან ერთად. ძიმე აუტისტურ სტატუსში მყოფი ბავშვები მდგომარეობიდან გამოყავს მოზარდებიც და მათ დიდხნია რემისიაში ვამყოფებთ. მოვლეთ ამ კლუბში, რომელიც ლაუნჯიც იყო ამავდროულად, არა მარტო ჩვენი ოჯახები იღებდა ელემენტარულ თანხას, რომ გამოგვეკვება ჩვენი ოჯახები, არამედ ყოველდღიურად ემსახურებოდა ამ 184 ანგელოს. იყო ძალიან ბევრი იდეა, ჩანაფიქრი, აუტიზმის ცენტრი და ასე შემდეგ, რომელიც უცებ და ასე დაფრად გაჩერდა. ქალბატონო ეკატერინე, მდგომარეობა, რომელშიაც ეხლა ვარ, ეს ციცარიელი და საოცარი სევდა, ოღონდ არარომანტიკული ან პაციფისტური ან სენტიმენტალური, არა და არა. 6 წლის განმავლობაში ვიყავი სოფლიოს უდიდეს ცოდნის ადამიანთან ერთად, კარლოს კასტანედასთან, რომელმაც ძალიან ბევრი რამე მასწავლა და 99% კითხვები საერთოდ მომისმა. მე ბედნიერი ადამიანი ვარ. მაგრამ ეს ჩემი სულიერი ცხოვრების ფრაგმენტებია. რაც შეეხება ფიზიკურ სამყაროს, 6 შვილის მამა ვარ, ქალბატონო ეკატერინე. 6 შვილის მამა.
გარდა ამისა, ამჟამად ჩემთან ცხოვრობს 5 მარგინალი პლუს და ღვთის წინაშე ვამბობ, რომ არის დღეები, როცა პურის პურიც არ აქვს. 2 წელიწად ნახევარია უმძიმეს პერიოდს გავდივარ და მხოლოდ იმიტომ, რომ სამად თაღლითმა შეძლო ის, რაც უკვე მოგიყევი და გითხარით. მე დღემდე იმედი მაქვს, რომ ბატონი კახა გამომეხმაურება კალაძე, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდში ვუდგევარ და მან ეს შესანიშნავად იცის. თუმცა არ ვიცი ალბათ საქმეების გამო და მოუცლელობის გამო, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ვერ იცლის, რაც არ დაგიმალავდა ძალიან მტკივ. კარლოს კასტანიდა მეუბნებოდა, როდესაც ვერაფერს ვერ ახერხებ ფიზიკურ სამყაროში და ძალიან ძიმედ ხარ. მაშინ დროა მიმართვა ადამიანს, ვისაც ხელში ჯადოსნური კვერთხი უყრიაო. ჩავეკითხე მას, რას ნიშნავდა ჯადოსნური კვერთხი და საოცარი რამე მიპასუხა. ჯადოსნური კვერთხი ნიშნავს იმას, რომ უნდა მიმართვა ადამიანს, ვისაც იმ ტერიტორიაზე და იმ მოცემულობაში, სადაც ხდება ეს ისტორია, უმეტესი ხალხის სიყვარული და პატივისცემა გააჩნია. ღმერთმა შემრისხოს ქალბატონო ეკატერინე, თუ ერთი სიტყვა იყოს წითელ სიტყვაობა ან ქათინაური. ის სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც თქვენს მიმართ გრძნობ, მართლიანი დაუწერელია. თქვენ საოცარი დედა ხართ, საოცარი მშობელი, საოცარი მეუღლე, ბიძინასი. ბიძინაც საქმე იმაშია, რომ ბიძინას ბატონობით არავინ მიმართავს, ესეც საოცრებაა. და როგორც ღვთისკურთხეულ ადამიანს სახელობით რეჟიმში მიმართავს ყველა. თქვენ მისი მეუღლე ხართ. ძალიან გთხოვთ. ქალბატონო ეკატერინე, ჩემო კარგო, დაგვეხმარით, თქვენ ერთადერთიღა დარჩით, ვინც ამ პრობლემის მოგვარებას აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ძალიან მარტივად შეძლებს. შეძლებს იმიტომ, რომ ხალხს უყვარხართ. შეძლებთ იმიტომ, რომ თქვენ დედა ხართ და იცით რა არის ატირებული და გულმატკენი ბავშვი. და ცოტა განსხვავებული ბავშვი, რომლებიც ჩვენ ყავს. მე მყავს ერთი გოგონა დაუნი, ლიზიკო, რომელსაც თქვენი მონამორჩილი მწერალიც არის, რომელიც ამ ენაზე წერს პოეზიას, მინიატურებს და ასე შემდეგ. მე მაქვს თითქმის ყველა საიძია რუსულ ენაზე დაწერილი ეს ნაწარმოები, ქვია დევჩკა დაუნ. ის მილიონობით ხალხმა წაიკითხა. მე ამ ნაწარმოებში ლიზიკოს მიმართ სიყვარული გამოვხატე. ის საოცარი ბავშვი. ის იმდენად დიდი საოცრებაა, რომ ენითაც ვერ გეტყვით. მიუხედავად იმისა, რომ თვლი, რომ სინტაქსისთან საკმაოდ ახლოს ვარ, მით უმეტეს ქართულთან და რუსულთან, მაინც ვერ გეტყვით იმას, რასაც მე განვიცდი ამ ბავშვის მიმართ და საერთოდ ამ ბავშვების მიმართ. ქალბატონო ეკატერინე, კიდევ ერთხელ დამეხმარეთ. თქვენ ჩემი ბოლო მონაკვეთი ხართ იმ სამყაროს ზონდისა, რომელმაც განიზრახა ჩემი შემოწმება და კარმული გაწმენდა. მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ. მე არ მოგმართავთ როგორც პიროვნული პრობლემებიდან დაწყებული, არა, ჩემს უკან 184 ანგელოზის კარმული სივრცეა, ბედის წერის სივრცე. მე სხვა გზა არ მაქვს. ქალბატონო ეკატერინე, მე თქვენი მჯერა. მე თქვენ საოცარ პატივს ვცემ.
და ვიცი რომ ამ პრობლემას ჩემი და ჩემი პატარების პრობლემას გულთან ახლოს მიიღეთ დაგვეხმარეთ დაგლოცოთ უფალმა გეამბორებით ხელზე და დიდ პატივისცემას კიდევ ერთხელ გითასწრებთ. გმადლობთ.